მინდა გუშინდელ და დღევანდელ მოვლენებს გამოვეხმაო, რომ ჩვეულებრივ მე შეიძლება არ ვაკეთებ ხოლმე რეაქციას მიმდინარე სამართალდაცავ ან ინციდენტებზე და პოლიტიკურ მოვლენებზე, მაგრამ იმაჩნია, რომ გუშინ რაც მოხდა თბილისის დინამოს სტადიონზე, სტადიონის გარშემო და რაც გრძელდება დღეს, ძალიან ბევრს მეტყველებს იმაზე, თუ რა მდგომარეობაში იმყოფება დღეს საქართველო, რა გამოწვევების, რა საფრთხეების წინაშე ვიმყოფებით ჩვენ და რა რისკებია მომავალში თუ ეს ყველაფერი გაგრძელდება. გუშინ იყო ფეხბურთის მატჩი და ჩვენ მივესალმებით. მე პირადად მივესალმები და პოზიტურ მოვლენად მივიჩნევ ასეთ მატჩებს. მე მივესალმები და მე ვიყავი ინიციატორი იმისა, რომ რუსი ტურისტებისთვის მაგათაც სამხრივად გამარტივებულიყო სავიჟო რეჟიმი საქართველოში, რის შედეგადაც ბევრმა მათგანმა დაიწყო უკვე შარშან და შარშანწინ ჩამოსვლა. მე ვარ ყოველთვის კმაყოფილი, როდესაც არის კულტურული კონტაქტები, სპორტული კონტაქტები, ტურისტების დონეზე კონტაქტები, ეს კარგია ხალხთა შორის ურთიერთგაგებისთვის, ეს კარგია ჩვენი უსაფრთხოებისთვის, ეს კარგია ჩვენი ეკონომიკისთვის. მაგრამ გუშინ თბილისის დავანებოთ თავი იმას ვთქვათ, რაც მოხდა დინამოს სტადიონზე, რომ თუ გულშემატკივრები როგორ იქცეოდნენ, რა ლოზუნგებით ჩამოვიდნენ, ეს ყველაფერი შეიძლება მოხდეს. მაგრამ გუშინ ჩამოიყვანეს რუსეთის დუმის დეპუტატი, რომელმასაც ხმა აქვს მიცემული საქართველოს დანაწევრებისთვის 2008 წელს, რომელსაც ხმა აქვს მიცემული ეგრეთ წოდებული დამოუკიდებლობისთვის ჩვენი რეგიონების, ცხინვალის რეგიონის და აფხაზეთის რეგიონის. ეს კაცი ამის დამატებით არის იბრძოდა და აქტიურად მონაწილეობდა აფხაზეთის ომში საქართველოს წინააღმდეგ. არის მჭიდროდ დაკავშირებული იმ ინფორმაციით, რომელიც მე გამაჩნია და ჩვენ ამ შემთხვევაში ვეყრდნობით ღია წყაროებს რუსეთში. აქტიურად არის დაკავშირებული რუსეთის სპეცსამსახურებთან და აქტიურად პრაქტიკულად არის საქართველოს დაუძინებელი მტერი. ერთ-ერთი პასუხისმგებელი პირი საქართველოს წინააღმდეგ აგრესიაზე, ერთ-ერთი პასუხისმგებელი პირი საქართველოს დაქუცმაცების ცდილობაზე. ამიტომ ერთია, როცა ქვეყანაში უშვებ ტურისტს, სპორტსმენს და ამას უნდა მივესალმოთ, მეორეა, როცა უშვებ საქართველოს მტერს და მინდა ვთქვა, რომ ყველა დუმის წევრი, რომელიც 2008 წელს ხმა მიცა საქართველოს დაქუცმაცებას, ყველა მათგანი საქართველოს წარმოადგენს დღესდღეობით, სანამ სიტუაცია არ შეცვლა უსაფრთხოების რისკს, ყველა მათგანი წარმოადგენს საქართველოსადმი მტრულ ფაქტორს. და ის, ვინც გუშინ ჩამოიყვანეს, ის ბევრად უფრო კიდე ცდება ამ ფარგლებს და რა თქმა უნდა, ასეთი ადამიანების შემოშვება საქართველოში არ შეიძლება, თუ ჩვენ გვაქვს ღირსება, თავმოყარეობა, თუ ჩვენ გვაქვს ქვეყნის სიყვარული. ამიტომ პირველ რიგში მე მინდა ძალიან მკაცრად დავგმო ჩვენი სასაზღვრო უწყების ამ შემთხვევაში შინაგან საქმეთა სამინისტროს და მინისტრის საქციელი, რომელმაც დაუშვა საქართველოს მტრის ასე დაუჟელად ჩამოსვლა საქართველოში, თავისუფლად გადაადგილება ჩვენ ტერიტორიაზე, რა მოტივებითაც არ უნდა ყოფილიყო ეს განპირობებული. მეორე გუშინ იქ იყო მისული ახალგაზრდების ჯგუფი, რომელიც რაც მე ვნახე ტელევიზორში, კანონის კონსტიტუციის სრული დაცვით და მათ შორის იყვნენ აფხაზეთიდან დევნილები, აპროტესტებდნენ ამ სუბიექტის საქართველოში ვიზიტს. იმავე საქართველოს სამართალდაცავ ორგანოებმა, რომელთაც შემოუშვეს ეს რუსის დეპუტატი საქართველოში, გამოიყენეს გადამატებული ძალა ახალგაზრდების მიმართ, აღკვეთეს მათი კონსტიტუციური უფლება, რომელიც გამოხატვა იყო მშვიდობიან ფარგლებში და მე ყარი მომხრე იმისა, რომ საზოგადოებრივი წესრიგი ყველამ დაიცვას, მიუხედავად ვისა პოლიტიკური შეხედულებები რა არის ადამიანების. საზოგადოებრივი წესრიგი უნდა დაიცვას ნებისმიერი პარტიის მომხრე, მაგრამ რაც ვნახე ტელევიზორში წესრიგი აქ დაცული იყო, საქმე ჰქონდა პოლიტიკური შინაარსის ქმედებას პოლიციის, რომელიც აღკვეთა მშვიდობიანი პროტესტი, რომელიც ამ შემთხვევაში მინდა ვთქვა, როგორც პრეზიდენტმა და მოქალაქემ იყო 100%-ით გამართლებული. ეს ახალგაზრდები დააკავეს და მე მიუთითებ და კატეგორიულად ვთხოვ და ვავალებ ღარიბაშვილს, რომ ეს ხალხი უნდა იქნას გაშვებული და დაუყოლებლად. ნუ გონიათ, რომ ქვეყანა არის ჩალით დახურული პარტლა.
არსებობს რაღაც წესები, რომელიც ყველა თავმოყრალე ქვეყანამ უნდა დაიცვას. და მე არ მინდა ისეთი რამე გავაკეთოთ, რომელზეც შემდეგ ძალიან შეგწყვება. ან რომელიც კიდევ უფრო შეგწყვება თუ არ შეგწყვება ამ ხალხს მე ეჭვმეპარება რომ შეიძლება შეგწყვეს, არ შეგწყვეთ, მაგრამ ქვეყნისთვის ეს არის საზიანო. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ რუსეთთან ჰუმანიტარული, კულტურული, პოლიტიკური კონტაქტების დამყარების ცდილობა. ჩვენ უნდა მაქსიმალურად ვიმუშაოთ რუსულ საზოგადოებასთან, იმიტომ დარწმუნებული ვარ, რომ იქ მუდმივად ეს მთავრობა არ იქნება და ძალიან ჩქარა მოხდება ცვლილებებიც, მაგრამ უნდა ვიცოდოთ ვინ არის მტერი და მოყვარე, უნდა ვიცოდოთ ვინ არის ნეიტრალური, ვისთან შეიძლება მუშაობა და ვისი გაკარებაც კი არ შეიძლება სათოფეზე ჩვენ ქვეყანასთან. ამ შემთხვევაში მე ვფიქრობ, დარღვეულია სახელმწიფოს უშიშროება, დარღვეულია ჩვენი ეროვნული ღირსება, შელახულია ჩვენი ეროვნული ღირსება და ასევე დარღვეულია კანონი ამ ახალგაზრდების მიმართ. დაუყოვნებლივ უნდა ყველაფერი გამოსწორდეს. დიდი მადლობა.